სამი კულტურის ქალაქი და უნიკალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ეს ტოლედოა და მე ახლა აქ ვარ, გამომტევით მის აღმოსაჩენად. Vamos, Vicente. Claro que sí. Genialure. Muchas gracias. ალბათ ახლა ვიმყოფებით ტოლედოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას, ტოლედოს კათედრალთან. დიდი ხანით ვცდილობდი ამ კათედრალის დამახსოვრებას და აბა ვნახოთ თუ გამომივა. Santa Iglesia Catedral Primada de Santa Maria. დიახ, ზუსტად ასე ქვია ამ კათედრალს. ამ ულამაზესი კათედრალის მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო, კერძოდ 1226 წელს. 250 წელი აშენებდნენ ამ ულამაზეს კათედრალს და დამეთანხმებით, რომ მართლაც ჯადოსნობა გამოუვიდათ. ამბობენ, რომ ეს კათედრალი ყველაზე კარგად ასახავს ტოლედოს როგორც სამი კულტურის ქალაქის ისტორიას, რადგან ამ ადგილას მე-10 საუკუნეში მუსულმანებს ჰქონიათ მეჩეთი, უფრო ადრე კი ვესტგოთებს სანტა მარიას ეკლესია. ზოგადად ეს მოედანი ძალიან ხალხმრავალია ხოლმე, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ხალხმრავალი იქნება, იმიტომ რომ ტოლედო ემზადება საახალწლო ბაზრობის გასახსნელად. თუმცა მანამდე შევიდეთ კათედრალში და ვნახოთ, რას გვიყვება ეს შუა საუკუნეების საოცრება. წამოდით. ტოლედოს საკათედრო ტაძარი უდავოდ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოთიკური შენობაა. შესვლისთანავე სარკმლებიდან შემოსული სინათლე ინტერიერს თითქმის არარეალურ სივრცედ აქცევს. მაღალი სვეტები, უზარმაზარი დარბაზები და სიჩუმე, რომელიც შინაგან სიმშვიდეს განიჭებს. ეს ადგილი პირველივე წუთებიდან საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს შენზე. ტაძრის შუა კულში მდებარეობს მთავარი საკურთხეველი, ესპანური გოთიკის შედევრი. მისი მოჩუქურთმებული და მოოქროვილი ქანდაკებები იესოს ცხოვრებას ასახავს. მირქმა, შობა, გოლგოთას გზა, ყველა ფიგურა ცოცხლად გამოიყურება. თითოეული ჟესტი ემოციით არის სავსე, შეუძლებელია არ გაჩერდე და დიდხანს ყურება არ მოგინდეს. მთავარი საკურთხევლის უკან კიდევ ერთ გასაოცარ ქმნილებას ნახავთ, რომელსაც ჰქვია El Transparente. თითქოს ცაში გაჭრილი ფანჯრიდან მზის სხივი პირდაპირ ეშვება ტაძარში, სადაც ანგელოზები, ღრუბლები, მარმარილო და ოქრო თვალწარმტაც სცენად გარდაიქმნება. ერთ-ერთ დარბაზში ინახება ტოლედოს ყველაზე ძვირფასი სიმბოლო, კორპუს კრისტის უზარმაზარი ოქროსა და ვერცხლის ქანდაკება, რომელიც ეძღვნება ზიარების საიდუმლოს. კორპუს კრისტი სწორედ ქრისტეს სისხლს და ხორცს ნიშნავს. ტოლედოს ქუჩებში კორპუს კრისტის პროცესიის დროს ის კიდევ უფრო შთამბეჭდავია. მისი თითოეული დეტალი ხელოვნების ნამდვილ საოცრებას ქმნის. ტაძრის დათვალიერების შემდეგ ხვდები, რატომ ითვლება ეს კათედრალი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მსოფლიოში. მისი კედლები თითქოს ჩუმად გიყვებიან საუკუნეების ისტორიასა და ხელოვნებას. ფრესკები, ქანდაკებები და ნატიფი დეტალები, რომლებიც თითოეულ კუთხეს ამშვენებს, მიგანიშნებს იმ ოსტატობაზე, რომელიც თაობებმა აქ დატოვეს. და ბოლოს, სარკმლებიდან შემოსული სინათლე კათედრალს ზეციურ ატმოსფეროს აძლევს. ეს არის ადგილი, რომელიც გულში გრჩება და ემოციები დიდხანს მიყვება. ნელ-ნელა მოსაღამოვდა და ტოლედოც საახალწლო ზღაპრად გადაიქცა. როგორც ხედავთ, საზეიმოდ აინთო ტოლედოში საახალწლო განათებები. ახლა მე ვიმყოფები მოედანზე, რომელსაც ქვია Plaza de Zocodover. დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგიურია აქაურობა. ჩემს ირგვლივ არის ძალიან ბევრი ხალხი და ასევე მოწყობილია საახალწლო სოფელი. ახლა გადავინაცვლოთ კათედრალთან და ვნახოთ რა ხდება იქ. როგორც იქნა მოვადაგით კათედრალს, როგორც ხედავთ, აქაც ძალიან მაგარი საახალწლო განწყობაა. მოწყობილია საახალწლო ბაზრობა, უამრავი ხალხია, განსაკუთრებით კი ბავშვები და წამოდით დაგათვალიერებინებთ ახლა რა ხდება აქ. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ესპანეთში ხართ საახალწლო ბაზრობაზე? უბრალოდ უნდა დაინახოთ წარწერა ჩურერია და აუცილებლად ყველაზე მეტი ხალხი მათ დგას ხოლმე
ჩუროს რიგში. ახლა ვიმყოფებით ცხელი ღვინის რიგში, იმიტომ რომ წინა წელს გავსინჯეთ და ძალიან მოგვიტანა და ვნახოთ ახლა როგორი იქნება. Bueno, ya tenemos nuestro vino caliente. Ahí está. Álvaro, ¿qué te parece vino caliente? La verdad es que es lo más raro, o sea, no es lo más común aquí. Ya. De hecho, la primera vez que lo probé era como cuando escuché vino caliente. What? What the fuck? Sí, muy raro. Bueno, yo ya he probado antes y me gusta mucho, ¿sabes? Entonces vamos a probar. Vamos con ello. Es bueno, es bueno. Está bien, la verdad. Pues salud. Da un mil más yo. გემრიელი ღვინის შემდეგ კარგად გამოძინებულებმა გეზი ალკასარისკენ ავიღეთ. ალკასარის სახელწოდება არაბულიდან მომდინარეობს, რაც ნიშნავს ციხესიმაგრეს ან სასახლეს და მართლაც ალკასარი საუკუნეების განმავლობაში ასრულებდა ამ ფუნქციას. ალკასარი დიდი სიამაყით ატარებს რომაული, ვესტგოთური, მუსულმანური და ქრისტიანული ეპოქების ისტორიას. საბოლოო ჯამში კი ის ჩამოყალიბდა თანამედროვე სასახლედ. ალკასარი თავისი ისტორიის განმავლობაში სამჯერ დადგა სრული განადგურების წინაშე. პირველად ეს იყო დიდი ხანძრის დროს, მეორედ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ესპანეთისთვის, საფრანგეთის წინააღმდეგ და მესამე გერა სივილ, ანუ სამოქალაქო ომი ესპანეთში. სამოქალაქო ომის ნატყვიარები ალკასარს დღემდე ემჩნევა. ნახეთ, ვინ აღმოვაჩინე ალკასარის გზაზე, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. დარწმუნებული ვარ, იცით ვინ არიან ეს პერსონაჟები და მინდა გითხრათ, რომ ტოლედო მათ ისტორიაში უდიდეს როლს ასრულებს. თუმცა სანამ დონ კიხოტზე და სერვანტესზე მოგიყვებით, მანამდე მინდა განახოთ პლასა დე სოკოდოვერ, რომელიც არის ტოლედოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. როცა პირველად ტოლედოში ჩამოვედი და აღმოჩნდი პლასა დე სოკოდოვერ, ახლაც აქ ვარ, ძალიან მეუცნაურა, იმიტომ რომ სოკოდოვერ რაღაცნაირად ძალიან არაესპანურად ჟღერს და მართლაც არ აქვს ესპანური წარმომავლობა, არამედ არაბული. არ ვიცი რამდენად სწორად გამოვთქვამ არაბულად, მაგრამ ასე ჟღერს: სუკ ად დავამ, ანუ სოკოდოვერ, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა ასე ესპანურ ენაში. და რას ნიშნავს სოკოდოვერ? ეს არის გარეული ცხოველების ბაზრობა. მართლაც საუკუნეების განმავლობაში, მაშინ როდესაც ტოლედო დაპყრობილი იყო არაბების მიერ, ამ მოედანზე იყო დიდი ბაზრობა. ყიდნენ ცხოველებს, ტყავს, სხვადასხვა პროდუქტებს. ასევე იმართებოდა სხვადასხვა დღესასწაული და შეჯიბრება. არსებობს ლეგენდა, რომ ამ ადგილას ასევე ტარდებოდა ინკვიზიცია. საბოლოო ჯამში სოკოდოვერის მოედანი იყო ტოლედოს ცენტრი, სადაც იკრიბებოდნენ ვაჭრები, სამხედროები, დიდრები, ღარიბები, ყველა ტოლედოს მთელი მოსახლეობა. სოკოდოვერის მოედნამდე მოსასვლელი გზა ყველა მიცოდა, ამიტომ ტოლედოში არსებობს ასეთი გამოთქმა: თუ დაიკარგები, სოკოდოვერზე გნახავ. ამ ქუჩიდან კი იწყება სასუსნაოები და ტკბილეული, რომლის ცნებასაც ვერც ჩვენ გავუძერეთ. როგორ დაიბადა მარციპანის რეცეპტი? ომის დროს, მაშინ როდესაც პური არ იყო და ხალხს ძალიან უჭირდა, დედაოებმა მოიფიქრეს, რომ ნუშისთვის დაემატებინათ შაქარი და შეიქმნათ ასეთი ენერგეტიკული საჭმელი. სან-კლიმენტეს მონასტერში დედაოებმა დაამზადეს პირველი მარციპანი და როგორ გაჩნდა საერთოდ ეს სახელწოდება? მასა დე პან, მოგვიანებით მასაპან. მაღაზიაში ძალიან თბილი და საყვარელი ხალხი დაგვხვდა, გვანახეს როგორ ამზადებენ სხვადასხვა პროდუქტებს. რა თქმა უნდა, ჩვენც დიდი სიამოვნებით გავსინჯეთ და რამდენიმე შეკვრავი ყიდეთ კიდეც. ყველა ეს პროდუქტი მზადდება განსაკუთრებული რეცეპტით და ამიტომ თუ ტოლედოში მოხვდით, არ წახვიდეთ ისე, რომ ეს ტკბილეული არ გასინჯოთ. ვისაც ბეჭდების მბრძანებელი და ჰობიტი გიყვართ, ეს კუთხე ნამდვილად თქვენთვის არის, როგორც ხედავთ, არის უამრავი ხმალი, ნიღბები, გადაგიყვანთ მთლიანად ფილმის სამყაროში. აი აქ კი ხედავთ ჰობიტის ხმალს, რომელსაც აქვს თავისი სერტიფიკატი, ეს ნიშნავს, რომ ეს ხმალი დამზადებულია ტოლედოში და მხოლოდ და მხოლოდ ტოლედოში. ეს კი არის ცნობილი ფროდოს ხმალი სერტიფიკატით. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სერიალი სამეფო კარის თამაშებიდანაც შეხვდებით აქ ხმალს, ეს არის ჯონ სნოუს ხმალი, ალბათ გეცნობათ და თამაში God of War ხლები. თუ ამ ქუჩას ბოლომდე ჩაუყვებით, აღმოჩნდებით ადგილას, რომელსაც უკავშირდება ლეგენდა სერვანტესზე. დონ კიხოტის მეცხრე თავში სერვანტესი ყვება, რომ ტოლედოში ყოფნისას, კერძოდ კი ბარიო ალგანა დე ტოლედო, ეცნობა ძველ ქაღალდებზე დაწერილ ტოლედოს ისტორიას, რომელსაც ყიდის ერთი ბიჭი. სწორედ ამ ფაქტების გამო ტოლედოში მცხოვრებმა ადამიანებმა შექმნეს ისტორია, რომლის მიხედვითაც სერვანტესმა სწორედ აქ შეიძინა ძველი ქაღალდები თავისი წიგნის დასაწერად. გრძელებთ ტოლედოს აღმოჩენას და დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ალვაროს მშობლები გვესტუმრნენ, ხო და მათ უნდა დავათვალიერებინოთ ტოლედო. ახლა მივდივართ ყავის დასალევად
კაფეტერიაში, რომელსაც ქვია კაფეტერია დე ლას მონხას. მონხას არიან მონაზვნები და ზუსტად ამ კაფეტერიაში ისინი ამზადებენ ძალიან გემრიელ ტკბილეულს და განახებთ თქვენს. სამი სხვადასხვა ტიპის ნამცხვარი ავიღეთ, ყველა ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მარციპანის რეცეპტით დამზადებული ჩიზქეიქი ყველას ჯობდა. თუ თვლით, რომ ვიდეო საინტერესოა, მოიწონეთ და გაუზიარეთ სხვებსაც, ასევე გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ მომდევნო ვიდეოები. ახლა კი გადავინაცვლოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მონუმენტის სანახავად. 1466 წელს კათოლიკე მეფეებმა ფერნანდომ და ისაბელმა ტოროს ბრძოლაში სამაგალითოდ გაიმარჯვეს. სწორედ ამ დღის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ტოლედოში აქ ტაძარი აეშენებინათ. თანაც ფიქრობდნენ, რომ ეს მათი სამომავლო სასაფლაოც იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ ისინი გრანადაში არიან დაკრძალულნი. მომდევნო დღეს გავეშურეთ ტოლედოს მთავარი კარიბჭის სანახავად და გზას ეს ულამაზესი გალავანი გვიმშვენებდა. ახლა ვიმყოფებით ტოლედოს ყველაზე მთავარ და ისტორიულ შესასვლელთან. პუერტა დე ბისაგრა, ასე ქვია ჩემს უკან არსებულ კარიბჭეს. თავდაპირველად ის მუსულმანებმა ააგეს, თუმცა რასაც ახლა ხედავთ, კათოლიკე მეფეების სახელს უკავშირდება და მე-16 საუკუნის ნაგებობაა. პუერტა დე ბისაგრა ნაწილია იმ დიდი გალავნისა, რომელიც ტოლედოს საუკუნეების განმავლობაში იცავდა, თუმცა მას უფრო პრესტიჟული დანიშნულებაც ჰქონდა. ამ კარიბჭეში შედიოდნენ და გამოდიოდნენ მეფეები, მოვაჭრეები და მნიშვნელოვანი სტუმრები. ეს ორთავიანი არწივი, რომელსაც ახლა ხედავთ ბისაგრას კარიბჭეზე, არ არის უბრალოდ სიმბოლო. ის წარმოადგენს ტოლედოს როგორც სამეფო ქალაქს. ტოლედო ვესტგოთების პერიოდში წარმოადგენდა დედაქალაქს. ქრისტიანული ეპოქის დასაწყისში კი მეფეები მას პოლიტიკურ ცენტრად თვლიდნენ. ჯერ კიდევ 1561 წლამდე ტოლედო ოფიციალურად იყო ესპანეთის დედაქალაქი, მანამდე სანამ ფელიპე მეორემ ის მადრიდში არ გადაიტანა. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გამო ტოლედო დღემდე მოიხსენიება როგორც სამეფო დედაქალაქი. როგორც გითხარით, ტოლედო ყოველთვის წარმოადგენდა ესპანეთისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს, ამიტომ მისი არაბებისგან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი მისია იყო. ჩემს უკან ხედავთ ალფონსო მე-6-ის ძეგლს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეფე ესპანეთის ისტორიაში, რადგან სწორედ 1085 წელს მან დაიბრუნა ტოლედო და გაანთავისუფლა არაბებისგან. ტოლედოს როგორც ძველი დედაქალაქის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ის ქრისტიანებისთვის სიმბოლურ გამარჯვებად გადაიქცა. ასევე ქალაქი სწრაფად გახდა პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი. გეტყვით საინტერესო ფაქტსაც. ტოლედოს დაკარგვამ მუსულმანურ მხარეზე ისე იმოქმედა, რომ ალმორავიდები პენინსულაზე შემოვიდნენ, რათა შეეჩერებინათ ქრისტიანთა წინსვლა. ახლა შემოვედით შიდა ნაწილში, პუერტა დე ბისაგრასი და ხედავთ აქ კარლოს მე-5-ის ძეგლს, რომელიც შემთხვევითი სრულიადაც არ არის, რადგან კარლოს მე-5-ს აქ ჰქონდა რეზიდენცია და დიდ დროს ატარებდა ხოლმე ტოლედოში, როგორც ჩანს ძალიან მოსწონდა აქაურობა. მოკლედ, ესპანეთს რაც არ აკლია, ეს არის UNESCO-ს სიაში ყოფი ქალაქები. ტოლედოც 1986 წელს შევიდა UNESCO-ს ძეგლთა დაცვის სიაში და მიხვდებოდით რატომაც ხომ ულამაზესია უბრალოდ ეს ყველაფერი. პუერტა დე ბისაგრა იყო და არის მთავარი შემოსასვლელი ტოლედოში. სწორედ აქედან იწყება კასკო ანტიგუაში ასასვლელი გზა, ბილიკი, რომელიც აი ესე ციცაბოდ ადის და ჩვენც ახლა მას უნდა აუყვეთ. წამო. ვისაც ნამდვილი სიყვარულის პოვდაგინათ, ეს ქუჩა ტოლედოში არ უნდა გამოტოვოთ. ახლა მივდივართ ადგილზე, რომელსაც ქვია კაიე დე ალფილერიტოს და აი აქ არის პატარა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც აქვს ძალიან რომანტიკული ლეგენდა და ახლა მოგიყვებით. ბევრი წლის წინ ტოლედოში ცხოვრობდნენ შეყვარებული ადამიანები, გოგო და ბიჭი, თუმცა ბიჭს მოუწია ომში წასვლა. გოგო დარჩა ტოლედოში და იმისთვის, რომ ელოცა ამ ბიჭისთვის, რომ მალე დაბრუნებულიყო, ლოცულობდა ხოლმე ვირხენ დე დოლორეს, ასე ერქვა ამ ღვთისმშობელს, ტკივილის ღვთისმშობელი.
სევდიანი ღვთისმშობელი შეგვიძლია ასეც დაუძახოთ. და იმის გამო რომ არ ჩაძინებოდა ხოლმე, აი აქ ხედავთ ქინძის თავებს, აი ესე ირჭობდა ხოლმე დიდებში და ეს იყო რაღაცნაირად მისი გამოხატულება, რომ ნამდვილად გულწრფელად ლოცულობდა და უნდოდა რომ თავისი შეყვარებული დაბრუნებულიყო შინ მშვიდობით. მართლაც ასე მოხდა, დაბრუნდა შინ მშვიდობით და ბედნიერად ცხოვრობდნენ ამის შემდეგ. ლეგენდის მიხედვით, ვინც აქ ქინძის თავს ჩააგდებს, ნამდვილად იპოვის სიყვარულს. ამიტომ თუ თქვენს გინდათ და გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩააგდოთ ქინძის თავი და დაელოდოთ თქვენ პეტს. თუ მარადილ სიყვარულს იპოვით, შემდეგ ამ ბილიკებს ბოლომდე ჩაუყევით და მიადგებით ტოლედოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხიდს. აქ თავს ნამდვილად წიგნის პერსონაჟად იგრძნობთ. მისი სახელი მოდის არაბულიდან ალკანტარა, რომელიც ხიდს ნიშნავს, თუმცა მისი წარმომავლობა რომაული პერიოდიდან იწყება. ხიდის საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე აღადგინეს არაბებმა, რომაელებმა და ქრისტიანებმა. შესაბამისად, ამ ხიდს სხვადასხვა სტილი აქვს. ხიდის თავში და ბოლოში არის ორი თაღი. პირველი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის კათოლიკე მეფეების თაღი. მიხვდებოდით ალბათ, რადგან არწივი არის გამოსახული და ეს მათი სიმბოლოა. ხოლო ხიდს თუ გადავკვეთავთ და დამეთანხმებით, რომ ულამაზესი ხედი იშლება მდინარეზე და ქალაქზე, ჩემს პირდაპირ არის მეორე თაღი, რომელსაც ასევე ჰქონდა თავდაცვითი ფუნქცია. შეიძლება ითქვას, რომ ტოლედო მთლიანად შემოსაზღვრულია მდინარით, რომელსაც ჰქვია ტახო. ის ალკანტარას ხიდის ქვეშ არის, რიო ტახო, ანუ მდინარე ტახო, არის იბერიის ნახევარკუნძულის ყველაზე გრძელი მდინარე. ვასრულებთ ამ ვიდეოს აქ ამ ულამაზესი ხედით. იმედი მაქვს დაგარწმუნეთ, რომ ტოლედო არის ერთ-ერთი განსხვავებული, გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი ესპანეთში და თუ გექნებათ შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ქალაქს. რაც შეეხება ჩვენს ვიდეოებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო ვიდეო, დავუდებთ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესოს, ამიტომ მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა, ჩართეთ ნოტიფიკეიშენები, რომ არ გამოგრჩეთ მომავალი ვიდეოები. Hasta la próxima! Nos vemos en el siguiente.